მე ფიქრობ, რომ ის რასაც იწყებ, მთელი რევოლუცია. მზარდი ანტისემიტიზმი გლობალური ებრაელობის წინაშე ისეთ გამოწვევებს აყენებს, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. ამჟამად ყველაზე მეტად უშუალო და აშკარა ფიზიკური საფრთხეები ეიალ ოსტრინსკი არის ქერენ კაიემეთ, ლეისრაელ ებრაული ეროვნული ფონდის ახალი თავმჯდომარე. მოკლედ, კკლ-ჯნფ, ან როგორც ჩვენ ებრაულად ვამბობთ, კაკალ. მოგესალმებით JNS-ის სტუდიაში ეიალ. ასე რომ თქვენ იანვარში დაიკავეთ თანამდებობა. გონი თქვენ ხართ კაკალის ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარე ისტორიაში. დიახ, ნამდვილად. ეს მართლაც დიდი მიღწევაა და თქვენ გაქვთ რევოლუციური გეგმები, განსაკუთრებით დიასპორის ფუცოტის მიმართულებით. მოდი ამით დავიწყოთ. კარგი, ვფიქრობ, თუ შეხედავთ იმ გამოწვევებს, რომელსაც KKL-ი აწყდება, საჭიროა ძირითადად მოერგოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც ებრაული სამყარო აწყდება. და ვერ იტყვით, რომ რაც ადრე იყო, იგივეა ახლა. ის ფაქტი, რომ ანტისემიტიზმი იზრდება, გლობალური ებრაელობის წინაშე აყენებს ისეთ გამოწვევებს, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. ამჟამად ებრაული თემებისთვის უცხოეთში არსებული უშუალო და აშკარა ფიზიკური საფრთხეები და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშროება გვიქმნის ისეთ გამოწვევებს, როგორიც აქამდე არ ქონია, როგორც უკვე ვთქვი. და ჩვენ უნდა შევიმუშაოთ პროგრამები, რომლებიც ჩვენს თემებს დაეხმარება ანტისემიტიზმის შედეგებთან გამკლავებაში, ისე როგორც არასდროს. ამიტომაც ჩვენ დიდ ინვესტიციას ჩავდებთ უსაფრთხოებაში, ებრაული თემის უსაფრთხოებაში, თემის გამძლეობაში და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნაში. საკითხები, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში იმდენად აქტიურები არ ყოფილვართ, რამდენადაც საჭირო იყო და მანამდეც. ებრაული ლიდერობის განვითარებასთან ერთად, ებრაულ თემებში, ახალგაზრდულ მოძრაობებში, კამპუსებზე და სხვა ადგილებში, სადაც გვჭირდება ძლიერი ებრაული ლიდერობა, რათა მყარად დაუდგეთ წინ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ეხლა ხალხი იტყვის, რატო დებს გახოლი კარგ ფულს დიასპორაში? ჩვეულებრივ პირიქით ხდება. დიასპორა აძლევს ფულს ისრაელს. საბოლოოდ ეს არის მიზეზი, რის გამოც ახლა საჭიროა დიასპორაში ინვესტიცია. ფაქტია, რომ ებრაელებმა მთელ მსოფლიოში ძირითადად შესწირეს ის თანხები, რომელსაც KKL ახლა იყენებს, როცა ისრაელის მიწებსა და მის შემოსავალს იყენებს. ეს მიწები მსოფლიო ებრაელობამ შეიძინა. და ეხლა ჩვენ უნდა დაუბრუნოთ. რატო? იმიტომ რომ ეხლა ებრაელებსა და ისრაელს შორის ურთიერთობა არ უნდა იყოს მხოლოდ შემოწირულობებსა და მსოფლიო ებრაელების მხარდაჭერაზე დაფუძნებული ისრაელის მიმართ. ისრაელმა, როგორც ებრაელი ხალხის სახელმწიფომ, როგორც ებრაელი ხალხის სამშობლომ, ახლა უნდა იდგეს. ებრაელი ხალხის, მსოფლიო ებრაული თემების გვერდით და დაეხმაროს მათ გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რომლებიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე რომ, ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც იცით, 7 ოქტომბრის შემდეგ არის ანტისემიტიზმის ზრდა მთელ მსოფლიოში. და თქვენ გადაწყვიტეთ ამ პრობლემასაც გაუმკლავდეთ. რა გზით? პირველ რიგში გავაორმაგეთ თანხა, რომელსაც ყოველწლიურად ვხარჯავთ ჩვენს საოპერაციო ბიუჯეტში ანტისემიტიზმთან ბრძოლასა და კამპუსებში ლიდერობის განვითარებაში. ამჟამად მსოფლიოში ებრაელებისთვის ვითარება ყველაზე რთულია. 3 მილიონი შეკელიდან წელიწადში 6 მილიონ შეკელამდე გავზარდეთ ბიუჯეტი. ამასთან ერთად ორ რამეს გავაკეთებთ. პირველ რიგში სერიოზულ ინვესტიციას განვახორციელებთ ებრაული ორგანიზაციების ძალისხმევაში, რომლებიც ანტისემიტიზმთან ბრძოლასა და ებრაული ლიდერობის განვითარებას ემსახურებიან კამპუსებში და ასე შემდეგ. დაახლოებით 10-დან 20 მილიონამდე შეკელს დავხარჯავთ იმ ებრაული ორგანიზაციების მხარდაჭერაზე, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ. მეორე მხრივ, ჩვენ ვაპირებთ ავაშენო ჩვენ ვცდილობთ პარტნიორობა დავამყაროთ ებრაულ სააგენტოსთან. შევქმნათ გლობალური ცენტრი ებრაელთა უსაფრთხოებისთვის, საზოგადოების მდგრადობისა და საგანგებო მზადყოფნისთვის. დაახლოებით 20 მილიონი შეკელის წლიური ინვესტიციით KKL-ისგან, რათა ვიმუშაოთ ებრაულ თემებთან მთელ მსოფლიოში, სადაც დაახლოებით 200-ან მეტი ებრაელია. და თქვენ უნდა დაეხმაროთ მათ და მათ ლიდერებს, რომ იყვნენ უფრო ინფორმირებულები, უფრო მომზადებულები, უფრო მზად შეხვდნენ ამ გამოწვევებს. ასე რომ სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. ამჟამად სწორედ ამას ვაკეთებთ, ანტისემიტიზმის შედეგებთან გამკლავების კუთხით.
ეხლა დაუბრუნდეთ კახოლის თავდაპირველ. მისიას თუ გნებავთ, რომელიც არის გარემოს დაცვითი ორგანიზაცია, ყველაზე დიდი გარემოს დაცვითი ორგანიზაცია ისრაელში. და სხვა საკითხებთან ერთად თქვენ ბევრ ფულს აბანდებთ და დიდი ბიუჯეტი გაქვთ და გამისწორეთ თუ ცდები, მაგრამ კახოლს ისრაელის მიწის 13% ეკუთვნის. თქვენ აბანდებთ და ეხმარებით იმ საზოგადოებების განვითარებასა და აღდგენაში, რომლებიც 7 ოქტომბრის მოვლენებმა დააზარალა, განსაკუთრებით ჩრდილოეთსა და სამხრეთში. თუ შეიძლება მსუს ცოტათი გაგისწოროთ. რა თქმა უნდა. და თქვა რომ კეელის პირველი მიზანი არ იყო გარემოს დაცვითი ორგანიზაცია გამხდარიყო, არამედ დასახლების ორგანიზაცია. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი დასახლებების განვითარებას ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც, გალილეაში, ნეგევში, არავას რეგიონში, ღაზას მიმდებარე დასახლებებში, ჩრდილოეთის სასაზღვრო რეგიონებში, გოლანში. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და მთავარი მიზანი. ამასთან ერთად ისრაელის ეროვნული სატყეო სამსახურის ფუნქციის შესრულება ჩვენი მეორე მიზანია. და მესამეა, ვთქვათ, გარემოს დაცვითი ორგანიზაციის ფუნქციის შესრულება. პირველ რიგში რაც მინდოდა მეთქვა ისაა, რომ როცა თანამდებობა დავიკავე, უნდა დამეფიქსირებინა რა მიმართულებით უნდა წასულიყო კაკალო. და ვთქვი, რომ ჩვენი ძალისხმევა ამ ძირითად მისიებზე უნდა გადავიტანოთ. და საჭიროა სტრატეგიული გეგმების შემუშავება, რომ ჩრდილეთსა და სამხრეთში ინვესტიცია განვახორციელოთ. უნდა ჩავდოთ სერიოზული ინვესტიციები ჩვენს ტყეებში, გავზარდოთ იმ ჰექტარების რაოდენობა, რომლებიც ტყის მეურნეობისთვისაა განკუთვნილი და ამ ტერიტორიებზე უნდა დავრგოთ მეტი ხე და შევქრათ მეტი ინფრასტრუქტურა, რათა საზოგადოებას შეეძლოს ჩვენს ტყეებში მოსვლა. ეს ყველაფერი ჩვენი ძირითადი მისია, როცა საქმე ტყის მეურნეობას ეხება. და დასახლებებზე უკვე ვისაუბრეთ. ასევე საჭიროა წყლის რეზერვუარებში ინვესტირება, რათა სოფლის მეურნეობა დაუჭილოთ მხარს ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებთან. ასევე საჭიროა ინვესტირება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ღონისძიებებში, მუნიციპალიტეტებში და ჩვენს ტყეებში. და ეს ყველაფერი ჩვენი ამჟამინდელი მთავარი ამოცანებია ებრაული განათლების, პარალელურად, როგორც უკვე ვისაუბრეთ, დიასპორაში ინვესტირებაზე და ებრაული განათლების ხელშეწყობაზე ისრაელში. ეს არის ჩვენი მთავარი ყურადღების სფეროები ამ ვადაში. და როგორ იმოქმედა ამაზე მე-7 ოქტომბერმა. მე-7 ოქტომბრის შემდეგ ჩრდილოეთში და სამხრეთში ძალისხმევა ბევრად უფრო უნდა ვთქვა, რომ უფრო გადაუდებელი ხასიათი და აუცილებლობა გაჩნდა, რაც ნიშნავს, რომ KKL უნდა იყოს და ვალდებულია იყოს იმ თემებისთვის, რომლებიც მე-7 ოქტომბერს ამოწყვიტეს, გაიტაცეს და გაანადგურეს. ჩვენ და დავეხმაროთ მათ აღდგენაში, უნდა დავეხმაროთ მათ თავიდან დასახლებაში, განვითარებაში და ასე შემდეგ. და ჩრდილოეთის საზღვარზე ომი არ დასრულებულა, თუნდაც ბოლო კვირებშიც კი. ის კვლავ გრძელდება. 7 ოქტომბრის შემდეგ ჩრდილოეთი გახდა რაკეტების, სარაკეტო იარაღისა და სხვა თავდასხმების სამიზნე ჰეზბოლას მხრიდან. და ეს გაგრძელდა სულ რამდენიმე კვირის წინამდეც კი. ასე რომ ამ რეგიონებში ჩვენ მუშაობთ რეაბილიტაციის პროცესებზე. ჩვენ გადავწყვიტეთ 75 მილიონი შეკელის ინვესტირება ნიროზის სამხრეთში ხელახალი განვითარებისა და დასახლებისთვის. 30 მილიონი შეკელი მანარაში, ჩრდილოეთში. 115 მილიონი შეკელი ყველა კიბუცსა და მოშავში ჩრდილოეთის საზღვრის ხაზზე, რომლებიც ჰეზბოლამ სამიზნე დაირჩია იმ ხნის განმავლობაში, რამდენიც ეს გაგრძელდა. და ჩვენ პირდაპირ დავეხმარეთ ამ დასახლებებს და ასევე დავეხმარეთ იქაურ მუნიციპალიტეტებს სტრატეგიულ პროექტებში, რათა მათ აღდგენა შეძლონ. ასევე ჩვენ დავხარჯეთ თანხები ქფარ აზას მოსახლეობის რუხამაში, დროებით სახლებში გადაყვალაზე და ამჟამად ვეხმარებით მათ ქფარ აზაში. და ჩვენ თითოეულ იმ 13 ან 14 ბოდიში ცითელ დასახლებას ღაზის საზღვრისპირეთში, რომლებიც ყველაზე მეტად იყო ჰამასის სამიზნე, დახმარება გაუწიეთ. თითოეულ მათგანისთვის ჩვენ შევქმნით განვითარების უბნები, დროებითი სახლები ახალგაზრდებისთვის, ზდასრულებისთვის და იმ ჯგუფებისთვის, ვისაც სურს მოვიდეს და დასახლდეს ამ ტერიტორიებზე. ამიტომ ჩვენ ჩავდეთ დაახლოებით 1,5 მილიონი შეკელი 2023-დან 2025 წლამდე ჩრდილოეთსა და სამხრეთში. ხოლო წელს ჩვენ ჩავდეთ 1 მილიარდზე მეტი შეკელი ჩრდილოეთში მიმდინარე საქმიანობაზე, 1 მილიარდი ჩრდილოეთსა და საზღვრის ხაზზე. და ფიქრობ, რომ ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ იმას, რაც გმართებს იმ თემებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ და რომლებიც ჩვენი ძირითადი ღირებულებებისა და მისიის ნაწილია. ჯერ კიდევ 7 ოქტომბრამდე.
ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი, რომელიც წამოიჯრა მას შემდეგ, რაც თავმჯდომარე გახდი, მგონი აპრილში იყო ის, რომ ივრიულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შენ გადაწყვიტე, ან სულ მცირე კახოლმა გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ფერმების დაფინანსება იუდეასა და სამარიაში. და შენ თქვი, რომ ეს ზუსტად ასე არ არის. არა, მე არ მithkoms, რომ ეს ზუსტად ასე არ არის. სასოფლო სამეურნეო ფერმებს იუდეასა და სამარიაში ჩვენ არ დაუჭერთ მხარს. საგანმანათლებლო ფერმები, რომელთა მთავარი მიზანი განათლებაა. და ისინი მუშაობენ ახალგაზრდებთან, რისკის ქვეშ ყოფ ახალგაზრდებთან, იქ ცდილობენ, რომ დააბრუნონ ისინი თავიანთ თემებში და არა ფერმებში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხაზს დაუჭერთ. საკითხი არ იყო მწვანე ხაზი, იყო თუ არა. საქმე ეხებოდა ფერმების არსს. საგანმანათლებლო ფერმებს. დიახ, სასოფლო სამეურნეო ფერმები, სადაც ზოგჯერ ატმოსფერო. კონსენსუსური არ არის, ესე ვთქვათ. ის ძალადობრივია და ამიტომ ჩვენ არ დაუჭერთ მხარს. და მაინც კრიტიკოსებმა კვლავ თქვეს, თქვენ შეცვალეთ ორგანიზაციის პოლიტიკა. და როგორ პასუხობთ მათ? პირველ რიგში პოლიტიკა, რომელიც 2022 წელს შემოიღეს, მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო ფერმების მხარდაჭერას. ზოგმა ამ პოლიტიკით დაიწყო აგრარული ფერმების მხარდაჭერა იუდეასა და სამარიაში. ეს არ იყო ის არსი, რაც ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა. ჩვენ შევწყვეტეთ ამის გაკეთება მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად სანქციები დაუწესა ზოგიერთ იმ ფერმას, ასე რომ შევწყვიტეთ. და იმისთვის, რომ განვაახლოთ ეს ძალისხმევა, შევთანხმდით იმაზე, რომ ეს მოხდება მხოლოდ საგანმანათლებლო ფერმებში, რომლებიც ფერმების მცირე ნაწილია და არა სასოფლო სამეურნეო ფერმებში, რაც არ იყო ჩვენი განზრახვა. ეს არ არის ჩვენი ძირითადი მისიის ნაწილი. მაშ კიდევ ერთხელ ნება მომეცით JNS-ის მკითხველებისა და იმ მაყურებლებისთვის, ვინც ბოლომდე ვერ იგებს ამ დებატის სირთულეებს, ავხსნა. მაგრამ თქვენ უკვე 2 წელიწადი და ნახევარია ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის პოზიციაზე ხართ. და შემდეგ ლიკუდის წარმომადგენელი შეგცვლით. მე ლეიბორისტულ პარტიას არ წარმოვადგენ. მე მთელ ლიბერალურ ბლოკს წარმოვადგენ. მაგრამ თქვენ ლეიბორისტული პარტიის კანდიდატად დაგასახელეს თუ არა? არა. მე წარმოვადგენ მთელ ლიბერალურ ბლოკს, როგორც შეთანხმებული კანდიდატი. ეს ასე არ არის. მე არ ვარ რომელიმე ერთი პარტიის წარმომადგენელი. და ადამიანი, რომელიც თქვენგან გადაიბარებს, იქნება წარმომადგენლიდან, ან უნდა იყოს ლიკუდის ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენელი. და შეუძლიათ თუ არა მათ შეცვალონ ეს პოლიტიკა. მათ არ ექნებათ უმრავლესობა საბჭოში, რომ შეცვალონ ეს პოლიტიკა. მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა არის ნათელი, ძლიერი, მყარი და ვფიქრობ, რომ მას საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. და ჩვენ ასევე შევთანხმდით მემარჯვენე ფრთის იმ ელემენტებთან, რომლებიც ამ ძალისხმევას უჭერდნენ მხარს. და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ მხოლოდ საგანმანათლებლო ფერმებში. ესე რომ კაცალის მუშაობის პრინციპი ესეთია. მას ჰყავს საბჭო, რომელშიც 27 ადამიანი შედის. უნდა ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი საბჭო ისრაელის ნებისმიერ კომპანიაში. და ის წარმოადგენს ადამიანებს მთელი სიონისტური სპექტრიდან. რაც ნიშნავს, რომ არიან რელიგიური და რელიგიური სიონისტების წარმომადგენლები. მარჯვენა მხრიდან პატარა სმოტრიჩის პარტია, მარცხნივ მერეცი და ლეიბორისტები, რასაც ახლა დემოკრატიულს ეძახიან, ულტრაორთოდოქსები, ხარედიმები ერთი მხრიდან, რეფორმისტული და კონსერვატიული ებრაელობა მეორე მხრიდან. ეს ძალიან მრავალფეროვანი საბჭოა და შესაბამისად ძალიან რთული საბჭოა. და ამიტომ ვცდილობ არ გავაკეთო ისეთი რაღაცები, რაც კონსენსუსს სცდება და ვცდილობ კონსენსუსის სფეროებზე გავამახვილო ყურადღება. და ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმ საკითხებზე, სადაც არ თანხმდებით, რათა მივაღწიოთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონსენსუსს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მე მრავალი წელია ვაშუქებ კაცალს. და მეჩვენება, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, საკმაოდ რევოლუციურია. თქვენ იწყებთ როგორც ახალგაზრდა კაცი. 2 შვილის მამა, როგორც თქვით. მგონია, რომ 42 წლის გახდით ივნისში. გილოცავთ. მადლობა. ვფიქრობ, რასაც იწყებთ, ეს მთელი რევოლუცია ამ ძალიან ძველ ორგანიზაციაში, რომელსაც ყველა ვეხმარებოდით. იცით, ადრე ფულს დებდით JNF-ის ყუთებში თქვენთვის. და არ ვიცი, კიდევ არსებობს თუ არა ეს ყუთები მსოფლიოს გარშემო. რა თქმა უნდა, არსებობს.
მაგრამ ეხლა უფრო როგორც სუვენირებს ვიყენებთ. სუვენირები. ეხლა ვცდილობთ მივმართოთ მსოფლიო ებრაელებს და უთხრათ, მოდით განვაახლოთ კავშირი, ასე ვთქვათ. თქვენ აძლევთ ფულს ხეების დასარგავად ისრაელში 36-დან $54-მდე. ზოგიერთ ხეზე შეიძლება $90 შეიძლება. ჩვენ გვინდა გავზარდოთ კავშირი არა შემოწირულობების მისაღებად, არამედ იმისთვის, რომ შევქმნათ კავშირი ღრმა ურთიერთობა KKL-სა და მსოფლიო ებრაელობას შორის, მაგალითად, ხეების დარგვის გზით. მაგრამ თუ ფართო სურათს შევხედავთ, რა არის თქვენი ხედვა თქვენი შვილებისთვის, ისრაელისთვის და KKL-სთვის? პირველ რიგში მინდა ვთქვა და ვისაუბრო იმ რევოლუციაზე, რომელსაც მე ძირითადად ვახორციელებ. რომ ეს არ არის რევოლუცია იმ გაგებით, რომ KKL-მა გასულ წლებში საოცარი საქმე გააკეთა, ამიტომ KKL არის აქტუალური ორგანიზაცია, თუმცა ჩვენ მქონდა გარკვეული პრობლემები ჩვენს იმიჯთან, გარკვეული პრობლემები ჩვენს ეფექტურობასთან, გარკვეული პრობლემები ჩვენს ძირითად ღირებულებებსა და მისიებზე კონცენტრირებაში და სწორედ ამას ვცდილობ ახლა. საჯარო რეაბილიტაციის გეგმა KKL-სთვის. ძირითადად თავიდან გადავამახულოთ ყურადღება, გავაუმჯობესოთ ჩვენი საჯარო იმიჯი ხარჯების შემცირებით, ფრენების შემცირებით, ჩვენი მხარდაჭერის შემცირებით, მაგალითად მედიასა და კონფერენციების მიმართ და ასე შემდეგ. და ძირითადად ვიზრუნოთ, თქვათ, უფასო მედია გაშუქებაზე, მაგალითად, აქტიურად ვიმუშაოთ მედიასთან. წარვადგინოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ვიყოთ უფრო აქტუალური, უფრო თვალსაჩინო, უფრო ეფექტური და სწრაფი. მე კიდევ უფრო უსვამ ხაზს იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო სწრაფები ვიყოთ, ვიდრე ადრე ვიყავით. და ეს არის ის ცვლილება, რომლის მოტანასაც მე ვცდილობ KKL-ში. და ვფიქრობ, როგორც ახალგაზრდა ადამიანს, მაქვს უპირატესობა, რომ არ ვარ ძველი წარმოდგენების ტყვე. მიდე შემოვიტანო ახალი წარმოდგენები იმის შესახებ, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რას სისწრაფით ვაკეთებთ და როგორ წარმოაჩენთ ამას საზოგადოებისთვის. და ვფიქრობ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენ ამ გზას დავადექით, რომელიც KKL-ს ბევრად უკეთეს ადგილამდე მიიყვას. და იმედი მაქვს, რომ ეს გამოიწვევს ეფექტს ან დადებით საზოგადოებრივ ცვლილებას ჩვენს ორგანიზაციაში. გულისხმობ, ფიქრობ, კარგი მაგალითია, არ ვიცი თუ დამეთანხმებით. ეხლა ხან თქვენ გახსენით ახალი დღის ცენტრი, კაფეთი და შესასვლელით. გსურთ მოგვიყვეთ ამის შესახებ. დიახ, როგორც გითხარით, ვცდილობთ საზოგადოება ტყეში მოვიზიდოთ. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის იმ ადგილებში, სადაც არც ოკეანეა, არც ზღვა, არც სანაპირო, სადაც ტყეებია მთავარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა საზოგადოებისთვის. და იერუსალიმში და მატე იეხუდას კორიდორის ტერიტორიებზე ეს არის ამ არსის ყველაზე სუფთა ფორმა. და ეს ნიშნავს, რომ როდესაც იერუსალიმის გარშემო მწვანე სარტყელს ვავითარებთ, თაქტობრივად საზოგადოებას ვაძლევთ ადგილს, სადაც შეუძლიათ წავიდნენ დასასვენებლად, გართობისთვის, უბრალოდ, იცით, უბრალოდ. ჰაერის სხვანაირად შეგრძნება. ეხლა იად კენედიში რაც გავაკეთეთ, ფაქტობრივად მთლიანად განვაახლეთ ტერიტორია, მაგრამ ასევე ქვედა სართულზე კაფეც გავხსენით ადგილზე. და კაფე ფაქტობრივად ხალხს აქ მოსასვლელად ეპატიჟება. ხალხი მოდის არა მხოლოდ ტყისთვის, არამედ ყავისთვისაც და ეს ტყესთან ერთად ერთიან მიმზიდველ ადგილს ქმნის. და ამას ვაკეთებთ ასევე სატაფშიც, ვაკეთებთ ბარბახარში, ვაკეთებთ რამდენიმე ადგილას, სადაც ამას ტყის ცენტრებს უწოდებთ, ტყის ცენტრებს. რომ ხალხს შეეძლოს მოსვლა, ოჯახთან ერთად ყავის დაგემოვნება და ასე შემდეგ, შემდეგ კი გააგრძელონ ან დაიწყონ ტყეში სეირნობა. ეს იზიდავს ხალხს ტყეში და გვაძლევს საოცარ ატმოსფეროს, რომელსაც ვუზიარებთ ადამიანებს. დიახ, მათთვის ვინც არ იცის, იად კენედი არის კენედის მემორიალი. თავის დროზე აშშ-ში JNF-მა შეწირა, მაგრამ ეხლა ისრაელში KKL, გლობალური KKL, მთლიანად ანახლებს ამ ტერიტორიას საზოგადოებრივი გამოყენებისთვის. მაშკ რომელ წელს დაარსდა? 1901 წელს. ჩვენ ზეიმობთ. ჩვენ წელს ზეიმობთ დაბადებიდან 125 წლის იუბილეს. მაშ დავბრუნდები ჩემს თავდაპირველ კითხვაზე და ეს იქნება ბოლო კითხვა. როგორია თქვენი ხედვა მომავლისთვის? იმედია მსურს, რომ KKL რომ აღიქმებოდეს, როგორც თქვენ თქვით, როგორც ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, მაგრამ ასევე როგორც ყველაზე დიდი დასახლების ორგანიზაცია ჩრდილოეთსა და სამხრეთში. ისრაელის მთავრობის გარეთ და ისრაელის მთავრობის გვერდით.
და ყველაზე დიდი ორგანიზაცია, როდესაც საქმე ეხება ებრაული განათლებისა და სიონისტური განათლების მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში, როგორც ისრაელში, ასევე დიასპორაში. მინდა რომ ყველა ეს მოსახლეობა ადამიანები, რომლებიც წყეებით კვებიან, ადამიანები ჩრდილოეთით და სამხრეთით და ისრაელის სოფლის რეგიონებში და ებრაელები მთელ მსოფლიოში იციან, რომ კელ მათთვის ყველაზე აქტუალური და წარმოდგენილი ორგანიზაციაა, სადაც არ უნდა დასჭირდეთ ჩვენი ყოფნა. დიდი მადლობა და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ამ ძალიან დიდ მისიაში. მადლობა. ტაზარ ტალაბაჰი. სასიამოვნო იყო აქ ყოფნა.